ლექცია შეეხება ფერმენტებს. მაგრამ სანამ ფერმენტებზე ვისაუბრებდე, უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის კურსი ზოგად ბიოქიმიაში, რომელიც განკუთვნილი არის ბიოფიზიკის სპეციალობის მაგისტრებისთვის. აქვე ისიც მინდა გითხრათ, რომ მე ვტოვებ თემას ცილების შესახებ, იმიტომ რომ მე მირჩევნია, რომ ვიდეო ლექციებში ცოტა სხვა საკითხებს დავუთმო, თქვათ უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი საკითხები შემდეგ უკვე ნივთიერებათა ცვლის მეტაბოლიზმის თემებიდან, დინამიური ბიოქიმიიდან, ვიდრე სტატიკური ბიოქიმიიდან და ასე ვთვლი, რომ ცილებზე ჩვენ შეგვიძლია პირად შეხვედრებშიც სემინარულ მეცადინეობაზე ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვათ ფერმენტებზე ჩვენ სასემინარო მუშაობაში არ ვისაუბრებთ, მაგალითად ქიმიურ კინეტიკაზე სწორედ ასეთ სემინარულ მეცადინეობაზე გვექნება საუბარი. აქ ფერმენტებზე მე ვაპირებ, რომ ვისაუბრო მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი, მხოლოდ ის, რაც თქვათ აუცილებლად დადგება დღის წესრიგში, რომ თქვენ გახსოვდეთ შემდეგ უკვე მეტაბოლიზმის პროცესში და ვთვლი, რომ ეს არის ის თემა, რომელზეც დამატებით უნდა გქონდეთ საშუალება, რომ თქვათ გარდა იმისა, რომ ჩვენ ვისაუბრებთ პირადად, შემდეგ ჩართოთ ინტერნეტი და ვიდეო ვერსიაც მოისმინოთ აი ამ თემის. ასე რომ ფერმენტებზე, ანუ ბიოლოგიურ კატალიზატორებზე ვსაუბრობთ. აქვე ისიც მინდა შეგახსენოთ, რომ ფერმენტების ხსენებასთან გვექნება მუდმივად საქმე, როდესაც მეტაბოლიზმზე გადავართ, იმიტომ რომ თითოეული საფეხური, თითოეული პროცესი არის ფერმენტული. მაგრამ სანამ უფრო დაწვრილებით დავიწყებ მათ დახასიათებას, უბრალოდ თქვენი განწყობის ასამაღლებლად ერთ პატარა ისტორიული ამბავი მინდა მოგითხროთ ლინგესტერ ლანდუს შესახებ, ცნობილი ბიოქიმიკოსი გახლდათ, რომელსაც საკმაოდ ღვაწლი მიუძღვის ფერმენტების აღმოჩენის საკითხში და სწორედ აი ამიტომ დანიის მეფემ ის დააჯილდოვა ერსტედის დიდი მედლით, დიდი ოქროს მედლით და აი ამ დაჯილდოების პროცესში მას თხოვეს, რომ იქნებო თქვენო ორი სიტყვითო რაღაც პოპულარულ ენაზეო მოგვითხროთო რის გამო გაჯილდოვებთ, ანუ რა აღმოაჩინეთ ასეთი მნიშვნელოვანიო და მან ითხოვა, რომ მაშინო ყველასთვის რომ გასაგები გახდესო რა არის ფერმენტიო, მე უნდა მოგითხროთო ამბავი მამაზე და სამ ძმაზეო, რომელსაც ყავდათ მხოლოდ 17 თეთრი აქლემიო, სხვა მათ არაფერი არ გააჩნდათო და როდესაც მამა მიგრძნოო, რომ მისი გარდაცვალების დრო მოვიდაო, დაუძახა თავის სამშვილსო და უთხრა, რომ აი ჩემი სიკვდილის შემდეგო თქვენ აი ასე უნდა გაიყოთ ეს აქლემებიო, უფროსო ნახევარიო, შუათანას 1/6 და უმცროს 1/9-იო. და როდესაც გაყოფაზე მიდგა საქმე, ძმებმა ვერ გაიყვეს ამ პროპორციით აქლემები და დიდ საგონებელშიც ჩავარდნენ და უცბად აი ამ დროს გაიხედეს და მათ სახლთან მოდიოდა ვიღაც მოხუცი კაცი, რომელსაც მოყავდა შავი აქლემი, ძალიან ბევრი წიგნები ჰქონდა ამ აქლემს, ასე ვთქვათ, აქლემზე მოთავსებული, ანუ წიგნებთან ერთად მოგზაურობდა ეს კაცი და ძმებმა სწორედ ამიტომ ამ წიგნების გამო იფიქრეს, რომ რახან აი ამდენი წიგნით მოგზაურობსო, ძალიან ჭკვიანი იქნებაო და შეშჩიმდეს თავის გასაჭირი. და მანაც უთხრა, რომ მე მხოლოდ ერთი რამით შემიძლია დაგეხმაროთ, გაჩუქოთ ჩემი შავი აქლემი და მე აი ეს წიგნები თვითონ დავიჭირო და ისე წავიდეო. ძმების დათანხმდნენ და გახდა 18 აქლემი. 18 გაიყო 2-ზე და უფროსმა მიიღო ნახევარი, ანუ 9 აქლემი, შუათანამ მიიღო 6 აქლემი და უმცროსმა მიიღო 2 აქლემი. მაგრამ შემდეგ, როდესაც შეკრიბეს, ანუ 9, 6 და 2, გამოვიდა 17 აქლემი. და ის მე-18 დარჩა ზედმეტი. და მაშინ მოხუცმა კაცმა უთხრა, რომ დამიბრუნეთ ჩემი აქლემი, იმიტომ რომ მან თავის საქმე უკვე გააკეთაო. და ლინგესტერ ლანდუმ საზოგადოებას უთხრა, რომ აი მე სწორედ ის მე-18 აქლემი აღმოვაჩინეო. ანუ ეს აქლემი, რომელიც შევიდა პროცესში, რომელიც მის გარეშე უსასრულოდ გაიწელებოდა და ვერ დასრულდებოდა, ამ აქლემმა ეს პროცესი დაასრულა, მაგრამ თვითონ არ დაიხარჯა, არ შეიცვალა და ზუსტად იმ სახით გამოვიდა აი ამ პროცესიდან, რა სახითაც შევიდა. აი ეს მე-18 აქლემი არის ფერმენტი, რომელიც შედის ქიმიურ რეაქციაში, აჩქარებს მას, ასრულებს მას და თვითონ არ იცვლება, არ იხარჯება და გამოდის სწორედ იმ სახით, რა სახითაც შევიდა, ანუ უცვლელი სახით გამოდის.
ფერმენტები ცილოვანი ბუნების ნივთიერებები არის, ანუ ცილების ერთ-ერთი ფუნქცია გახობს კატალიზური ფუნქცია და აი ამას სწორედ ფერმენტები ასრულებენ და მე ვთქვი რომ ფერმენტი არის ბიოლოგიური კატალიზატორი და შესაბამისად მას აქვს მსგავსება და განსხვავება არაორგანულ კატალიზატორებთან. ეხლა რითი ემსგავსება ფერმენტი არაორგანულ კატალიზატორებს. ისევე როგორც არაორგანული კატალიზატორი, ფერმენტი აკატალიზებს მხოლოდ თერმოდინამიკურად შესაძლო რეაქციებს. ეს ერთი მსგავსება. მეორე, არ ცვლის ქიმიური რეაქციის მიმართულებას. ისევე როგორც არაორგანული კატალიზატორი. შექცევადი რეაქციის შემთხვევაში არ გადახრის ქიმიურ წონასწორობას და გავლენას არ ახდენს ქიმიური რეაქციის წონასწორობის კონსტანტის სიდიდეზე. იგი მხოლოდ ამ წონასწორობის დამყარებას აჩქარებს. მეოთხე, მონაწილეობს ქიმიურ რეაქციაში, ზრდის რეაქციის სიჩქარეს, მაგრამ რეაქციის შემდეგ გამოდის უცვლელი სახით სარეაქციო არიდან და მეხუთე, ამცირებს ქიმიური რეაქციის აქტივაციის ენერგიას და შესაბამისად რეაქციის ენერგეტიკული ბარიერის სიდიდეს. ანუ აი ესეთი 5 მსგავსება ახასიათებს მას არაორგანულ კატალიზატორთან, მაგრამ ბუნებრივია ის განსხვავდება არაორგანული კატალიზატორისგან. ეხლა რა არის ეს განმასხვავებელი თვისებები? ანუ ფერმენტები ქიმიურ რეაქციას მილიონჯერ და ზოგჯერ მილიარდჯერაც კი ზრდიან. აი ეს არაორგანული კატალიზატორებისთვის დამახასიათებელი არ არის, მას ანუ არაორგანულ კატალიზატორს შეუძლია 1000-ჯერ გაზარდოს ქიმიური რეაქციის სიჩქარე. მეორე, ფერმენტი მოქმედებს შედარებით რბილ პირობებში, ანუ 37-40 ცელსიუს გრადუსი ტემპერატურის პირობებში, 1 ატმოსფერული წნევის დროს და pH-ის ვიწრო ფარგლებში, ძირითადად ეს არის სადღაც 6-დან 8-მდე pH-ის მერყეობა, თუმცა რა თქმა უნდა, აქ არის გამონაკლისები, მაგალითად კუჭის წვენის ფერმენტები, ვთქვათ, აგრეთვე იგივე საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფერმენტები, ვთქვათ, ნერწყვში შემავალი, 12 გოჯაში, ანუ სადაც ტუტე გარემო არის, მაგრამ აი ძირითადად, ესე შეგვიძლია გამონაკლისების გარდა 6-დან 8-მდე. ეს რა თქმა უნდა, ასეთი რბილი პირობები არაორგანული კატალიზატორებისთვის დამახასიათებელი არ არის. მაგალითად, როდესაც მიმდინარეობს SO2-ის SO3-ად გარდაქმნის რეაქცია, ტემპერატურა არის 450 ცელსიუს გრადუსი, ამიაკის სინთეზის პროცესი 300 ატმოსფერული წნევის ფარგლებში მიმდინარეობს და pH-ი რა თქმა უნდა გაცილებით მერყეობს დიდ ფარგლებში, შეიძლება იყოს მკვეთრად მჟავა რეაქცია, ან პირიქით ტუტე, ასე რომ აი ესეთი რბილი პირობები მათთვის არ არის დამახასიათებელი. დამახასიათებელი არის მაღალი სპეციფიურობა ფერმენტებისთვის. თქვენ ნახავთ შემდეგ, რომ თითოეულ რეაქციას, თითოეულ პროცესს აჩქარებს მხოლოდ აი ამ რეაქციისთვის დამახასიათებელი ფერმენტი. უფრო მეტიც, ზოგიერთ ფერმენტს სტერეოსპეციფიურობა ახასიათებს, ანუ ფერმენტი, რომელიც მოქმედებს cis იზომერზე, ის არ მოქმედებს trans იზომერზე და პირიქით. ასეთი სპეციფიურობა არაორგანული კატალიზატორებს არ ახასიათებს, მაგალითად, პლატინა არის უნივერსალური კატალიზატორი, ძალიან ბევრი ტიპის და თან განსხვავებული ტიპის რეაქციებს კატალიზებს, ქრომის ოქსიდი ასევე უნივერსალური არის, იმიტომ რომ ძალიან დიდი სპექტრია რეაქციების, რაც მან შეიძლება რომ როგორც კატალიზატორმა დააჩქაროს. შემდეგი განსხვავება ეს არის ის, რომ ფერმენტული რეაქციის სიჩქარე პირდაპირ პროპორციულ დამოკიდებულებაში არის ფერმენტის რაოდენობასთან და ფერმენტის აქტივობა რეგულირდება სხვადასხვა ნივთიერებების დამატებით. მართალია, ვთქვათ, არაორგანულ კატალიზატორებსაც შეიძლება დაემატოს რაღაცა ნივთიერებები, რომელიც მათ მოქმედებას უფრო დააჩქარებს, პრომოტორებს უწოდებენ, მაგრამ აქ მაინც უფრო მკვეთრად არის გამოხატული ფერმენტების აქტივობის რეგულირება სხვადასხვა ნივთიერებების დამატებით და ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ ამ ლექციაში. 1961 წელს ბიოქიმიკოსთა მეხუთე კონგრესზე ბიოქიმიკოსთა კავშირმა მოიწონა და ხმარებაში შემოიტანა ფერმენტების დასახელების ახალი სისტემატიზაცია და ნომენკლატურა. ანუ აი ამის თანახმად ფერმენტის სახელწოდება ორი
ასე იგი ორი ფუძისგან, ორი სახელისგან შედგებოდა. ერთი, ესე იგი სუბსტრატის ლათინური დასახელება, რომელსაც ეს ფერმენტი მოქმედებს და იმ პროცესის დასახელება, რა პროცესშიც ფერმენტი იღებს მონაწილეობას და აუცილებლად ის მთავრდებოდა ბოლოს ართი აზათი, ანუ ყველა ფერმენტი მთავრდება ბოლოს ართ აზაზე. თანამედროვე კლასიფიკაცია საფუძვლად დაედო ის პროცესის, ანუ იმ პროცესის სახელწოდება, რა პროცესაც ეს ფერმენტი აჩქარებს. და აი ამის მიხედვით არის 6 კლასი. თითოეულ კლასში შედის ქვეკლასი და ქვეკლასში შედის ქვეკლასი. გარდა ამისა, ფერმენტს აქვს საკუთარი შიფრი. აი შიფრი შედგება 4 ციფრისგან, ანუ პირველი ციფრი მიგვითითებს კლასს, რომელ კლასში შედის. შემდეგ რომელ ქვეკლასში შედის მეორე მიგვითითებს, მესამე მიგვითითებს რომელ ქვეკლასში შედის და მეოთხე მიგვითითებს ნომერზე, რომელიც აი ფერმენტს აქვს აი ქვეკლასში, ანუ რა ნომრით არის აი ქვეკლასში შეტანილი ფერმენტი. ეხლა ხედავთ თქვენ რომ 6 კლასი არის. პირველი არის ოქსიდო რედუქტაზები, ანუ ფერმენტები, რომლებიც ჯანგვა აღდგენით პროცესებში იღებენ მონაწილეობას. ჯანგვა აღდგენით პროცესებში მნიშვნელოვანი ქვეკლასები გახლავთ დეჰიდროგენაზები, ოქსიდაზები, პეროქსიდაზები, რედუქტაზები, მონოოქსიგენაზები, დიოქსიგენაზები. მეორე ეს გახლავთ ტრანსფერაზები. ანუ ისინი იღებენ მონაწილეობას ატომთა ჯგუფების გადატანის პროცესში ერთი სუბსტრატიდან მეორეზე. და მნიშვნელოვანი ქვეკლასები გახლავთ C-ტრანსფერაზები, გლიკოზილ ტრანსფერაზები, ამინო ტრანსფერაზები, ფოსფოტრანსფერაზები. ამავე, ესე იგი, ტრანსფერაზების ქვეკლასში შედიან აგრეთვე კინაზები და ასე შემდეგ, ანუ შევხვდებით ჩვენ ამ კლასის წარმომადგენლებს. შემდეგი არის ჰიდროლაზები, ანუ დაშლის პროცესებში მონაწილეობენ, რომელშიც ასევე წყლის მოლეკულა, ანუ წყლის მოლეკულის მონაწილეობით მიმდინარე დაშლის პროცესებში იღებენ ისინი მონაწილეობას. მნიშვნელოვანი ქვეკლასები ეს არის ესთერაზები, გლიკოზიდაზები, პეპტიდაზები, ამიდაზები. შემდეგ ლიაზები, იგივე სინთაზები, რომლებიც სინთეზის რეაქციებში იღებენ მონაწილეობას. ეს არის CC-ლიაზები, CO-ლიაზები, CN-ლიაზები, CS-ლიაზები. ანუ CC ნიშნავს, რომ ისინი ასინთეზირებენ ბმას ნახშირბად ატომებს შორის, CO ნახშირბადსა და ჟანგბადს შორის, CE ნახშირბადსა და აზოტს შორის, CS ნახშირბადსა და გოგირდს შორის. იზომერაზები იზომერიზაციის რეაქციებში იღებენ მონაწილეობას და ეს არის ეპიმერაზები, cis-ტრანსიზომერაზები, შიდა მოლეკულურ გადაჯგუფებაში მონაწილე ტრანსფერაზები და ლიაზები, რომლებიც იღებენ მონაწილეობას აქ პროგრამული შეცდომა ლიგაზები წერია, ლიაზები უნდა ეწეროს. ეს არის დაშლაში მონაწილე ფერმენტები, ოღონდ სადაც წყალი არ ღებულობს მონაწილეობას და მნიშვნელოვანი ქვეკლასები CC ლიგაზები, CO ლიგაზები, CN ლიგაზები, CS ლიგაზები. უბრალოდ ესე იგი ლიაზები არის დაშლაში მონაწილე ფერმენტები, რომლებიც აკატალიზებენ აი ამ ბმების გაწყვეტის პროცესს და ლიგაზები ესე იგი სინთეზში მონაწილე, რომელიც აი კვლავ ამ ბმების სინთეზის პროცესს აკატალიზებენ. ეხლა მოდით აი ამ ლექციის ამ ნაწილში შევწყვიტოთ საუბარი და შევხვდეთ უკვე მეორე ნაწილში.